მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ჩვენთან სტუდიაში მოგზავნდა მოქალაქე ბატონი დათო მეტონიძე. ჩვენ გვექნება ხოლმე ესეთი შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას, ისაუბროს ეკრანთან სხვადასხვა საკითხებზე, რომ მოსახლეობამ გაიგოს მისი აზრი და ზოგადად ის აზრი, რომელიც ჩვენ შეიძლება გქონდეს, დიდი სიამოვნებით ყველას ვუმასპინძლებთ. ჩვენ მრავალ საკითხში გვაქვს თანაკვეთა და მე ერთ სულ მაქვს მოვისმინო თქვენი აზრი, მათ შორის სხვადასხვა საკითხებზე რა არის თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც უნდა დაიძლიოს და გადაილახოს. შეგიძლიათ ორი სიტყვა თქვენ შესახებ გითხრათ და მერე გავაგრძელოთ საუბარი იმაზე, საიდკენაც წაგვიყვანს საუბარი მოკლედ თავისუფლად. იგენაცალო, ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, სამი შვილის მამა. განათლებით უმაღლესი განათლების, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ხა დღევანდელობა, რასაც ხედავთ თითოეული ჩვენთაგანი არის ცოტა მწვავე ფორმებში დასანახი რა და შევეცადე თქვენთან ურთიერთობაში გამოვხატო ჩემი გულისკევილის, ჩემი დანახული სიმართლეს და სიცრუეს და თუ იმას მოეხმარება და ერთი პატარა აგურის დადების საშუალება მომეცემა, ვფიქრობ, რომ ჩემთვის უკვე მიზანი მიღწეულია რა. კი ბატონო. აი თქვენ რას უყურებთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ახლა რაც ჩვენ ერთში გვაქვს. ეს ერთის გამორჩევა საკმაოდ რთულია, მაგრამ აი ყველაზე მეტად რაც გაწუხებთ, რაზეც ფიქრობთ ხოლმე, რა არის ესეთი საკითხები? ვეხა მე როგორც ახლა 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ნანახი ამ ყველაფერი გაჭირვების, იმ ყველანაირი სირთულეების, რაც მაგალითად გამოწვევებში იყო ქართულ რეალობაში, ესე რომ ვთქვათ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი გადარჩენილი ადამიანთა შორის ვარ. მესმის. და ნანახი მაქვს ყველაფერი ისეთი მძიმე ფორმებში, როგორშიც მაგალითად თქვენმა თაობამ ეს ვერ ნახა რა. დღეს რასაც უყურებ, ეხლა მაშინდელი პრობლემა კიდე ის იყო, რომ გასაჭირს კიდევ ათასნაირი უამრავი პრობლემა ერთოდა თავს. მაგრამ დღეს არანაკლებია და უფრო მწვავე ფორმებში, იმიტომ რომ ეხლა ვფიქრობ, რომ მაშინდელი მატერიალური გასაჭირი მაინც იმეც იძლეოდა, რომ ადამიანი შინაგანად არ იყო გატეხილი და ჩვენ რაღაც საერთო მაინც გვაერთიანებდა. დღეს არის დაშლილი ფორმა, საერთოდ შინაგანის აბსოლუტურად. აქ მარტო პარტიული ფორმებით დაშლას არ გულისხმობ და ვიღაცა სადღაც ფიქრობს ან რაღაცა სხვადასხვანაირი შეხედულებებზე. თვითონ მორალური ფაქტორებიდან ჩვენ ადამიანები, ქართველი საზოგადოება, ზოგადად ვინც უნდა ატაროს ზურგით ეს ქვეყანა და ეს ერია, ასე რომ ვთქვათ, არის დაშლილი ბოლომდე რა. მაგაში გეთანხმებით და ჩვენც ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ ესეთი დანაწევრ მე რა თქმა უნდა ახლა 90-იანები თქვენ კარგად იცით და ჩვენ გვაქვს ცოდნა თქვენი გადმოცემით და ყველაფრით რაც შემოინახა რომ კადრებმა და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცი მაშინ რამდენად დაყოფილი იყო ერი თუ უბრალოდ აი პატარა ჯგუფებმა, რომლებმაც დაიწყეს მათ შორის დაპირისპირებები, ესენი იყვნენ უბრალოდ ძალიან აქტიურები. მე არ ამგონია რომ მთლიან საზოგადოებაში ეგეთი დაყოფა ყოფილიყო მაშინ. შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ არა, დაყოფა იყო, რა თქმა უნდა, ეხლა როცა ეს გადატრიალების პრობლემები დაიწყო და ტყვია ერთმანეთს ვესრულეთ, ეს ამან გამოიწვია ერთმანეთთან დაპირისპირება. მაგრამ ამას მოყოლებული მე ეს გასაჭირი, მაინც თითქოს საერთოდ ერთდროულად აიღო ხალხმა რა. მატერიალურის, მორალურის, პოლიტიკურის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შევეცადეთ რომ საიდანაც გამოურკვეულიყავით რა, ასე რომ ვთქვათ რა და აი სააკაშვილის მოსვლას აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ რა რეიტინგით მოვიდა, ვთქვათ სიტყვაზე. ხო ესეა რა. ანუ ჩვენ ერს მოლოდინი ქონდა, რომ რაღაც კარგისა და ერთად მდგარიყავით, რომ ამ სიკარგისკენ წავსულიყავით. დღეს არის საერთოდ დაშლის ფორმის, აი არ ვიცი, უკიდურესი ფორმა რა. ვერ წარმოვიდგენ ესეთი მდგომარეობაა რა. მან მე ერთ გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ზოგადად რაღაც პრობლემები რაც საზოგადოებაში არის ხოლმე, შეიძლება კი ძირიდან დაიწყოს მისი გამოსწორება, ეგეთი მაგალითი გვაქვს ჩვენ თერგდალეულების სახით, რომლებმაც თვითონ თავრობაში არ იყვნენ, თვითონ იყვნენ განათლებული და მოწადინებული ხალხი, ვინც დაიწყო რაღაც პროცესი და ამან გავლენა იქონია მერე ჩვენიერი პირველი რესპუბლიკა, მე მგონი მათი დამსახურება არის, რომ ეგეთი სახელმწიფო შეიქმნა, მაგრამ ძირითადად ესეთი სახის პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს ჩემი აზრით თავიდან, ანუ ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს, ვისაც ყველაზე მეტად უსმენენ, ვინც არის მაგალითი, შეიძლება ანტიმაგალითი იყოს, საერთოდ არ იყოს კარგი მაგალითი, მაგრამ მისაბაძი ხდება ახლა ჩვენ ადამიანები ხო გინდა არ გინდა რაღაც მიმბაძველობა გვაქვს და ეს
სინამდვილეში კარგიც არის რაღაც მომენტში, რომ კარგს გადავიღებთ და ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება თუ შემდეგი მთავრობა იქნება, ჩემი აზრით მან უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი. ეკლესიის როლიც მესმის, მაგრამ თუ კი მთავრობა პირიქით დაყოფაზე იქნება ორიენტირებული, მაინც ნებისმიერ სხვა ინსტიტუტი იქნება თუ ჯგუფი ადამიანების, ან თუნდაც რომ ყველამ ჩვენ რაღაც შევიცვალოთ განწყობა, მეორე დღეს აი ეს დაყოფისკენ მიდრეკილი პოლიტიკა მაინც თავისას გამოიღებს რა და ამიტომ მგონია რომ მთავრობაში არის მაგის გასაღები. მთავრობაში ხა ჩემი გადმოსახედით რასაც უყურებ ხო ეხლა მაგალითად რა არის ძალიან დაბიო მიმართულება ზოგადად დამოკიდებულებების მიმართ რა რაღაც ეს გათვლილი რაღაცა იმაზე რა ქვია აი შენ ახარ და რაღაც ეს ბავშვურ დონეზე დაზული რაღაცა კამათი რა როცა საშიშროებების უამრავ კასტა საშიშროებების წინაშე როგორც აი მაგაზეც ვისაუბროთ კი კი რა თქმა უნდა ყველაფერზე რასაც შემეკითხებით ჩემს აზრს გამოხატ თქვენთვის რა არის ეს ერთი ასე ვთქვათ მდგომარეობა სადაც ჩვენ ასეთი დაყოფილები ვართ და არც ეროვნული და არც სხვა რაღაც ძაფები ისე არ არის შეკრული როგორც საჭიროა ეს ცხადია მე მგონი ამაზე თანხმდებით და მე მგონი ბევრი დაგვეთანხმება ამაში მაგრამ ეს იწვევს იმას რომ თქვენ რო ეხლა აღნიშნეთ რომ უამრავი საფრთხე არის ჩვენს გარშემო და შიგნით ამ საფრთხეებს ფიზიკურად ვერ გავუმკლავდებით თუ კი რომელიმე მათგანი სერიოზულად ამოქმედ და ასეთი დაშლილი მდგომარეობის ეხლა ჩემი გადმოსახედით ხო გიორგი ეხლა აი რასაც მე აი თქვა სიტყვაზე უყურებ აი ამ დღევანდელობას არის დაწყებული ჩვენი ეროვნული გამოფიტვა რა როგორც სახელმწიფოებრივი ასევე თვითონ პიროვნულ დონეზე დასული რა და ამ გამოფიტვას ეკონომიურადაც სხვათა შორის არის კასტას დავარქმევ ხალხის რომლებიც ერთად რაღაც მაშინ რა ქვია სათაბჯენებს აშენებენ და დანარჩენი მე საზოგადოება რომელიც ეს ორი ფაქტორი რა რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის რა იმიტომ რომ არ არსებობს ცალკე ტოტზე ამოსული სხვა ბედნიერება რა ეს ყველა ჩვენ ერთ ტოტზე ვხედავთ თუ განვითარება იქნება ჩვენ ერთად უნდა განვითარდეთ ღარიბის და მდიდარიც თუ ვერ განვითარდებით მაშინ ჩვენ თუ თქვა სიტყვაზე მასა ხალხისა რომელიც მაგალითად გამოყოფილია იმ კასტიდან და ჩვენ იქაურები არ ვართ იმათვისაც დამღუპელი იქნება ხო თავისთავად კი მაგაზე მეც მიფიქრია რომ ეს ხალხი ვინც ძალიან დიდი ქონება დააგროვეს ეს ამდენი ფულიანი ადამიანი ამ ქვეყანას არ ყოლია რაც მეტი ეყოლება უკეთესი თავისთავად ვინმე არ გაიგოს ისე რომ რა თქმა უნდა პირიქით უნდა გაგვიხადდეს პრობლემა უბრალოდ იმაშია რომ ნუ უსამართლობის კორუფციის და სხვადასხვა ფაქტორების გამო რომ ეს ხალხი მდიდრდება ისე უსამართლობის და კორუფციის და აი ამ ძალაუფლების გამო სხვები რჩებიან ღარიბები ან უწევთ ქვეყნიდან წასვლა და მე ვფიქრობდი ხოლმე რომ ეს ხალხი ნუ თუ მაგას ვერ ხვდება რომ ჩვენ ყველა ერთ ტოტზე ვზივართ და თუ კი დღეს ისინი კარგად იქნებიან რაღაც პატარა ნაწილი ამერის და დანარჩენები ცუდად ბოლოს როგორც ერი თუ აღარ ვიარსებებთ მათ სიმდიდრეს რა აზრი აქვს და თავისთავად მანდ ორი გამოსავალია ერთი მათ არანაღვლევთ საერთოდ აი ეს ეროვნულობას დიდი ოჯახი ასე ვთქვათ რომელსაც შეადგენს ქართველი ერი თუ ეს არ განაღვლევს მაშინ წარმატებულები იქნებიან იმიტომ რომ შეიძლება შერჩეთ თაობებს ანაღვლევთ მაშინ აი შეგაწყვეტა ბოდიშის მოხდით მაგრამ თქვათ აი ავიღოთ აი დავიყვანოთ პრაგმატულ მომენტამდე რა თქვათ ისინი რა ბიზნესსაც აწარმოებენ ამ ქვეყნის დაშლის ან ანექსიის ან რა ვიცი სხვა დანარჩენი უბედურებების ნიადაგზე ისინი ხო ამას ვეღარ განახორციელებენ რა ამ ქვეყანაში გულისხმობ კი სხვა ქვეყანაში ხო არ განახორციელებინებენ კი მაგის ძალიან ვიღაცებმა შეიძლება მოასწრონ რაღაცა ხა ის ძალიან მინიმალური იქნება ეს რა ვიცი ხა ვინც გაასწრებს თქვა სიტყვაზე ხა ხო თქვა მოხდა ანექსია რუსეთიდან ხა ის ფულები ხა შევეხები გიორგი იმას რომ რა დღეს რა ფულების დღეს იშლება სახელმწიფოში რა ხშირ შემთხვევაში ამას მოყვება პასუხისმგებლობა რა ეს პასუხისმგებლობა მოდის რუსეთიდან და დიდი ფულის შოვნა რომელიც რუსეთისგან არის კონტროლირებადი ამას კომპრომატი ქვია ამას ფულის შოვნა არ ქვია კი ბატონო ყველა შემთხვევაში დამოკიდებულება ჩნდება ხოლმე და მით უმეტეს ასეთ შემთხვევაში როცა შავ ფულზეა საუბარი
და ნუ ის რომ ახლა უკრაინის ომმა მოიტანა მათ რა თქმა უნდა, ამას ფაშინიანი მაგალითად ვინმე მოსწონს არ მოსწონს ეს სხვა საკითხია, მაგრამ იმ კაცმა 2022 წელი იყო მე მგონი, ან 23-ის დასაწყისში პატიოსნად თქვა რომ სომხეთში დიდი ეკონომიკური წინსვლა გვაქვსო, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ ეს გამოიწვია უკრაინის ომმა, რაც მიუღებელია იქ რაც ხდება, თუმცა ნუ ჩვენ ესეთი წინსვლა გვაქვს და ჩვენთან ისე წარმოჩინდა თითქოს რაღაც აუცარი ეკონომიკური ხედვები ქონდათ. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, თუნდაც აი ეს 2 მილიარდამდე იყო მე მგონი რუსეთიდან გადმორიცხვები საქართველოში მარტო იმ წელს. სახებში ხალხი როგორ გქონდა, რომ ფაქტის ახეზეა ის. ეს ერთი მაგალითი უბრალოდ თორე დანარჩენი. ფაქტის ახეზეა, რომ 22 წლის მერე მოხდა რაღაცა საოცარი აფეთქება რა და ამან გამოიწვია დიდი ფულის გაშლა, მე არ გულისხმობ შოვლა, ან ინვესტიცია, ეს ფულები გაიშალა რაღაცნაირად. აი ამ სიტყვას უფრო შეესაბამება ჩვენი დღევანდელი ფინანსური, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის რაღაცა ნორმა. ეს დროებითი არის რა, ამას არ აქვს ეხა ეს დამთავრდება იქ ის ყველაფერი, ან ისე დამთავრდება თუ ან ესე დამთავრდება და ეს ყველაფერი შეწყდება. აი მე ისმის კითხვა, აი მე რა იქნება რა, ეს ტენდენცია თუ არ გაგრძელდება რა. ეს ერთი ფინანსური განხრით. და თუ პოლიტიკურად შევხედავთ ამაზე ის რა ფულებიც აქ გაიშალა, ამაზე მე პასუხი მოგვითხოვება რა და როგორ მოგვითხოვება, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რა, იმიტომ რომ ეს ფული როგორც ზემოთ აღნიშნე, კომპრომატის სახე უფრო აქვს, ვიდრე აი რაღაცა ფული იშოვა ქვეყანამ და გამდიდრდა. ერთი რაც მინდოდა აი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მე თქვა არის ყველაზე მთავარი პრობლემა ჩემთვის და აღნიშნული მაქვს არაერთხელ რისი გამოსწორების შემთხვევაშიც ალბათ თანახმოვ იქნებოდი რომ ყველაფერზე თვალი დამეხუჭა რაღაც პერიოდით არის დემოგრაფიული გამოწვევა რომელიც რამდენიმე შრისგან შედგება ერთი არის ნუ შობადობის კატასტროფული კლება რასაც სამწუხაროდ ირაკლი კობახიძე აი მე რამდენად აკეთებენ ესეთ რამეს მაგრამ აბრალებს იდეოლოგიას ადამიანებში და თუ ყველა მაგ იდეოლოგიისა და შენ სხვა იდეოლოგიის ხარ, მაშინ ესე იგი ჯერ ერთი სხვისი მთავრობა ყოფილხარ, მაგრამ ყველამ ვიცით რომ აქ იდეოლოგიას შეიძლება კონდეს უმინიმალურესი წვლილი, ხო? ძირითადი პრობლემა არის ის, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ ახალ შექმნილ ოჯახებს იყიდონ ბინა, საკუთარი თავი სათანადოდ გამოკვებონ და გამოკვებაზე არ არის ახლა დღეს ცხოვრება რომ შეიცვალა, სხვა საჭიროებები გჭირდება, თუ იმ საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებ, მათ შორის შენი შვილისთვის გამოდის რომ შენ გაცილებით ასე ვთქვათ ჩამორჩები სხვების ცხოვრების ტემპს, რაც არ არის მისაღები, ხო, ახალ შექმნილი ოჯახებისთვის ახლა ძველ დროში როცა ოჯახში 10 შვილი ჩდებოდა ხოლმე, რა ვიცი, მრავალია ესეთი ჩემს სოფელშიც ესეთი ოჯახი იყო, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ერთნაირად ცხოვრობდა და იყო ცხოვრების ის დონე, რომელიც იყო. დღეს შეცვლილი არის და ამ დონეზე თუ გინდა ცხოვრება, აი ამ შემოსავლით ოჯახები ამას ვერ აკეთებენ. ეს ერთი ცოტა გამიგრძელდა და მეორე არის ემიგრაცია, რომელიც ყოველწლიურად გვაზარალებს სასტიკად თან მით უმეტებს იმ ფონზე, აი როგორც შობადობის კლებას ემატება სიკვდილიანობის ზრდა, ასევე ემიგრაციას ემატება იმიგრაცია ყოველწლიური. ბათუმში და თბილისში რაც ხდება, ყველამ კარგად ვიცით. განსაკუთრებით ბათუმში არის ეს თვალსაჩინო, მაინც პატარა ქალაქია და პირველ სამზოლს ეტყობა საერთოდ ქართულს რო გაიგონებ ხოლმე, მე მაგალითად მიხარია. კი, მე ხშირად ყოფილი ვარ ბათუმში და საშინელ მდგომარეობა. და მესამე პრობლემა არის ჯანდაცვის მდგომარეობა ქვეყანაში. ყველას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ონკოლოგიური პაციენტები ყავს უამრავი და წლიდან წლამდე იზრდება და ესენი ამბობდნენ რომ აი უფრო მეტი დავაფინანსეთო და თითქოს ამით რაღაცა კარგი სტატისტიკა შემოგთავაზეს. სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ ვერ ვაჩერებთ ჩვენ აი ამ დაავადებას და უფრო მეტი ადამიანი ავადდება სხვადასხვა მიზეზების გამო. და ამასობაში ტრაბიზონში, რომელიც არის თურქეთისთვის ასე ვთქვათ, საკმაოდ შორეული პროვინცია, თურქეთის შორეულ პროვინციაში ტრაპიზონის კლინიკებში დგას ქართველი პაციენტების რიგი. ძალიან ბევრი ჩვენი საახლობლოდან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და პრობლემა, რასაც მე ვხედავთ. აი თქვენ რაზეც აი ხა ეს ყველაფერი ხა რაზეც თქვენ ისაუბრეთ გიორგი, ეს არის ყველაფერი სოციალური პრობლემები. ის სოციალური პრობლემები, რომელიც დაყვანილი არის ინსტინქტის დონეზე. ეხა მოიხსენებათ ადამიანი მოაზროვნეა და მას შეუძლია რომ გაიქცეს, იმ პრობლემებს გაიქცეს, როცა გამოწვევა საშიშროებისკენ არის მიმართული, ხო, ეგრეა რა? კი. თუ ოჯახებს ვერ არჩენს ადამიანი გარბის იმ ადგილიდან, სადაც მას უფრო გული მიუწევს იქით, სადაც შესაძლებლობები ჩანს, ჯანდაცვის მხრიდანაც ვთქვა სიტყვაზე, ეხა ის რომ განათლების დონე დაბალი არის ჯანდაცვის მიმართულებით, ის რომ ეხა სუბსიდირებები და თელი ესენი ხდება, რა ქვია, დაფინანსება და ყველა საავადმყოფო
აქეთ-იქით გაკაჩვაზე არის რომ მაგალითად კორუფციის ბუდე სასწრაფო მომსახურება და ასე ვთქვათ დაითრიოს და სახელმწიფო დაფინანსებაზე დაждდეს და ვინ როგორ წაიყვანს ავადმყოფებს იყოფენ და რაღაც ესეთი შეხება მქონია პირადი ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან სად წაეყვანათ ჩემი მშობელი რა დროს ეგ იყო როცა ადამიანს უშველა ჭირდებოდა რა და არის ორი ვარიანტი ერთი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა რომელიც არის ნულის ღვარს მიღმა და ამას ხალი არ გაუვა იმიტომ რომ ადამიანი ნიჰილიზმში ვარდება რა ხვალ რაქნას არ იცის რა და დადის ინსტინქტების დონეზე და ინსტინქტი ეუბნება რომ გაიქცეს რა შეთაშორის ვიღაცას ეწერა ჩვენთან დიდი ხანია უკვე წარმატება თითოლებოდა თუ კი ადამიანი უცხოეთში წავიდოდა კი ვიღაცაზე რომ გაიგებდი რომ უცხოეთში წავიდა რა მაგარია ყოჩახ ალბათ მილოცვები და მთელი ამბები იყო ხოლმე ყოველ შემთხვევაში ამას ყველა იღებდა და დღესაც ალბათ თუ ვინმე ამერიკაში მოხდება დღეს ესეც არის ისეთი ამბავი რომელიც აი აღსანიშნავი და დადებითად უყურებენ ხოლმე აი ჩვენ მაგალითად ხო აი ევროპული ქვეყნებისგან ხშირად გამიგია რომ მთელი ეს კაპიტალი თუ რამე თქვა ქვეყანაში შემოდის ეს კეთილდღეობის სახით თუ ფორმით რა ეს ყველაფერი ის ხელფასებია რასაც ჩვენი მოსახლეობა იქიდან იხდის რა კი აი ნამდვილად ძვირფასი და დასაფასებელი ხალხი ხო ეს ერთი და მთავარი მომენტი ამას რო ხედავს ახლა აქაური მოქალაქე რომელსაც ახლა აქ სამი შვილის მამაა სიტყვაზე და მას ერთი 1500 ლარი აქვს ხელფასი და დილიდან დილამდე მაგალითად საქმეებშია გართული მას არ ყოფნის ეს 1500 ლარი იმის სწავლა-განათლება, ჩაცმა, კვება და ბოლო ადამიანები ვართ რა და 19 საუკუნის დონეზე რო ხარ მარტო ის რომ გამოხვიდე საჭმელი ჭამო და დაძენძილი რაღაც გეცვას ესე აღარ არის 21 საუკუნეში. კი, ამას. ვიღაცას მე ეს დისბალანსი ყველაზე საშინელი საყურებელია. ეს თვითონ ფსიქოლოგიურად ადამიანის ცხოვრებას აანგრევს ხა ვიღაცას ყველაფერი კონდეს და დანარჩენებს არაფერი ხო. ეს შეიძლება თქვათ ინდოეთში და იმაში დასანახად სხვანაირი იყოს, იმიტომ რომ იქ მილიარდამდე არიან და ჩვენ არა ვართ ეს ჯერ სხვა კულტურის მქონე ერი ვართ, სხვა საძირკველია აქ. და ის ხალხი, რომლებსაც ჩვენი გულისთვის დიდი ენერგია ჩადის, ჩვენ გადასარჩენად ეს საერთო გასაყოფია რა. ამაზე ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი საერთო იყოს ეს ყველაფერი. სამშობლოც, ეკონომიკაც, ქართველობას თუნდაც და პატრიოტიზმის ეკლესიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიღაცის იყოს ეკლესია და ჩემი არ იყოს, ვიღაცის იყოს ის და ჩემი არ იყოს ეს რაღაცა ფორმა ისეთი და ამას გაურბის ადამიანი ხა ფაქტია რომ კი ეგ საერთაშორის რას თქვით ეგ ყველგან ჩანს ხოლმე რომ კი რა თქმა უნდა რაღაცა არის რაც აი თითქოს მხოლოდ ამათია რა იმღერა ადამიანმა კარგი სპორტსმენია კარგად გოლი გაიტანა და ის ამათია ხო იმათია ეს რა და ვისი არის ვის ვინც ძალაუფლებაში არის და ის შეიძლება შეიცვალოს და მე სხვამაც იგივე უნდა დაიწყოს და გამოდის რომ ყველა ვინც ძალაუფლების მიმართ განწყობილი სულ რჩება ასე ვთქვათ სპორტის ენაზე ვთქვათ ისევ აუთსაიდში რა და მან კიდე ერთი ფაქტორი არის აი ისევ დაყოფაზე მივედით ამასობაში იმიტომ რომ დაყოფა არის ძალაუფლების შენარჩუნების ის მარცვალი რომელიც შათესილია ის იზრდება აი თუნდაც სპორტი და ეხლა ემიგრანტებს შევეხეთ წეგან და ეს გაუგონარი რამე მოხდა ხო ჩვენ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში კი არის მაგრამ სხვა ქვეყნების კონტექსტი სხვანაირია ჩვენი ქვეყნის კონტექსტი ის არის რომ თვითონ სუსის ყოფილმა უფროსმა თქვა დინარაძემ რომ 1.5 მილიონი ქართველი ცხოვრობს საზღვარ გარეთო ეს აუარებელი რიცხვი არის საუბარი ახლა ზედმეტია ამაზე ის თანხა რომელსაც ისინი რიცხავენ რომ მათმა ოჯახებმა იარსებონ ეს ერთი ამბავი და მათ შორის რასაც აკეთებენ ისინი უცხოეთში ახლა ილია თოფურიაც არის ემიგრანტი ხო რა თქმა უნდა და რეალურად რაც საქმე მან გააკეთა მაგას 10 საელჩო ვერ გააკეთებდა 10 კი არა შეიძლება 100-აც ვერ გაეკეთებინა და დიდი სიმპათიები რა თქმა უნდა ილიას მიმართ თავისთავად ჩემი დაბალი საფეხურიდან საუკეთესო მაგალითი არის ახალგაზრდა ეროვნული სიმაღლეა ძალიან დიდი ჩემთვის სხვათა შორის მათ შორის კი ეგ ყველა აღიარებს მაგას და მიხარია რომ გარდა სპორტული უნარებისა ადამიანური უნარები და ღირსება უბრალოდ საკმაოდ ისეთი აქვს აღსანიშნავი და ამასობაში ჩვენ მივედით იქამდე რომ ემიგრანტებს გაუქმეს არჩევნების უფლება და ამას კიდე მე არანაკლებ ტრაგიკული რამ მოყვა, როცა ხალხმა გამოთქვა პროტესტი ამაზე, ხო, ემიგრანტებმა თავისთავად და სხვებმა დაიწყეს ტროლბოტებით ემიგრანტების გაშალება. ეს იყო, აი, ამაზე მეტად როგორ და
ხო, არ მესმის. აი ჩათვალე რომ შენ შვილებს რო დაუწყო გაშავება რა. ეხა იქ რა თქმა უნდა მოხუცებიც არიან ახალგაზრდებიც და პატარებიც, მაგრამ შენი ერის ამხელა ნაწილს აშავებ რას აკეთებენო და აი 1000-ნაირი უაზრო არგუმენტი მოიყვანეს, რატომ უნდა გაუქმდეთ და რატომ არ არიან ისინი ღირსები რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის მომავალში. ეს ხო რეალურად ეგ არის, რომ ამ ქვეყნის მომავლის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის უფლება აუკრძალეს და 1000 უაზრო არგუმენტი მოიგონეს და ამან რა გამოიწვია? აი წარმოიდგინე ხა ჩვენ ვართ ემიგრანტები და ამას ვისმენთ. ანუ სამშობლო გენატრება, შეიძლება ქართულ ზოგიერთი ისეთ ვითარებაშია, რომ უახლოესი 2-3 ადამიანის გარდა ქართველი ვერ ნახოს დიდი ხნის განმავლობაში. ხალხს თვალი უცრემლიანდება, რა ვიცი, იმას გამარჯვება იქნება თუ ნებისმიერი რაღაცა. ტრაგედია რა. და აქედან ესეთ რაღაც საინფორმაციო კამპანიას იღებ, რომელიც შენ გაშალებს და წვეთს ქვეყანას. რა თქმა უნდა, უმადურობის სათავეა ეს. აქ ეს ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, ცოტა ესე გადახოვით თუ შეიძლება რომ შევეხო რაღაც საკითხებს. ჩვენთან ახლა მე მაგალითად ანტირუსი ვარ, ესე რომ ვთქვა რა. მეც ასე ვარ. და მე დავასაბუთებ, რატომ უნდა ვიყოთ კიდეც. ხო, რატომ უნდა ვიყოთ კიდეც რა და ვიდრე თითო როლა სიტყვით შევეხო ამ საკითხს რა. ალბათ მათი ეროვნული გმირი არის ერთ-ერთი პავლიკა მოროზოვი რა, თქვენ რა თქმა უნდა გეცოდინებათ რა. ეს ფორმა თვითონ იდეოლოგიაში შეეთვისათ რა, იმიტომ რომ მათი მენტალური ფორმა არის აწყობილი მსგავს გრძნობებზე რა. ეხლა ეს პავლიკა მოროზოვის თემა ეს დაავადებად მიმაჩნია, რომელიც გადმოედო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, აი მარტო საქართველოში არა. უბრალოდ ჩვენთან რაღაცა ფენომენალურად ჩქარი ტემპით და რაღაც დაავიღეთ ეს საბჭოთა კავშირის დროს. ეხლა ჩვენ გვიხარობდა რომ დაწინაურებული ადამიანი სადღაც მოსკოვში 2 ბოთლი კონიაკით რომ მიდიოდა და ის საქმეებს აგვარებდა. იქიდან ჩამოსული მე იმის ან უფროსი ან მეგობარი რომელიც დაჭერილი იყო იმის სარგებელი მე მას რჩებოდა და იმას 2 კურდღელი ყავდა დაჭერილი 2 ბოთლი კონიაკით ჩვენ ჩაგვქონდა და ჩვენ ეს გვიხარობდა რა. აი ეს ხო სცენია და აი მორალურ თვალსაზრისში ეს ხო დაავადებაა პავლიკა მოროზოვის. ეხლა თქვენ მეუნებით ეხლა რომ იქიდან ეხლა წასული ხალხი აქ ჩვენ სარგებელს გვიგზავნის, რა თქმა უნდა საწყენია ეს რა. ხელა ფული შემოდის და აქ ბიუჯეტში არსებობს, ბიუჯეტში იშლება. და სიტყვას კიდევ ვიხარ. ის ბიზნესი მაქედან რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში იშლება ეს ფული რა და როცა ამას უყურებს ეხლა ადამიანი რომ აქიდან გავაქციეთ ეს ხალხი. ამ ნიჰილიზმის გამო, ამ რაღაცა ინსტინქტების დონეზე დაუყვალეთ სიცოცხლე. აქიდან გავაქციეთ, იქიდან რაღაცა მოერგო, რაღაცა იწვალა, იშრობა, იქიდან აქეთ გზავნის, რომ რაღაცა თავისი წილი ბედნიერება შემატოს, ოჯახს, ქვეყანას და ასე შემდეგ. და ამასაც უწუნებთ ხა იქით, რა ვიცი ხა ეს ადამიანის დონემდე ჩემთვის პავლიკა მოროზოვს ნიშნავს რა. მესმის აბსოლუტურად. მე ახლა ერთი რამე გამახსენდა თქვენ ნათქვამს, აი ანტირუსი ვარო რო თქვით. მან მახსენდება, ხშირად ხდება ხოლმე სოციალურ ქსელშიც, კარგია რომ ვრცელდება ასეთი რამ. ჯავახიშვილის განმარტება რა არის ქართული ნაციონალიზმი, სადაც ის ამბობს მიხეილ ჯავახიშვილის, რომ ქართული ნაციონალიზმი არის აი ამ დაულეველი მტრის მიმართ სიძულვილი. და აი მასე ან შურისძიება შეიძლება იყოს შურისძიება, ოღონდ ეს არა რაღაც ბოროტული იმით, არამედ როცა შენ გამარჯვებას მოიპოვებ და ამით იძიებ შურს, რეალურად ერთი და იგივე არის, ხო? თუ დაგიპყრობს მტერი, შენ მასე უნდა გაიმართო, მასე იძიებ შურს და ხდები ისევ თავისუფალი. ხო და ეგ საკმაოდ კარგად აღწერს ჩვენს ნაციონალიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს, რომ ჩვენ მუდმივად გვყავს ეს მტერი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და თუ მის მიმართ სიძულვილით და ასე ვთქვათ, შესაბამისი განწყობით არ განეწყე, მაშინ ისიც მტერიც აღარ გამოდის და შენ ქვეყნის მიტაცებაც შენთვის აღარ გამოდის საერთოდ მნიშვნელოვანია. მე რუსებზე ამბობს თუ არ ვცდები, რომ მათთვის სხვაგვარია, მათთვის ნაციონალიზმი არის ხვისი დაპყრობა. და მან კიდე ერთი რამე მახსენდება, რომ ყველა შეიძლება არა, მაგრამ ბევრი უცხოელი მოგზაური, რომელიც საქართველოს ჩამოდიოდა აი გვიან შუა საუკუნეებში, მე-16-მე-17 საუკუნეში, სადაც ყველაზე მეტად რო გვიჭირდა მართლა, აღნიშნავდა ესეთ რამეს, რომ ქართულ ქალებს განსაკუთრებით სძაგთ და აქვთ სიძულვილი სპარსელების მიმართ. და ეს მათ შორის ერთ-ერთი გადარჩენის მექანიზმია. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ამ ერის როცა ელიტის გადაჯიშებაში და გადაგვარებ თავს იკლავდნენ ქართული ქალები. როცა ელიტის ნაწილი გადაჯიშდებოდა,
ბირთვია ადამიანების ამას არაკეთებდა, იმიტომ რომ მათში არსებობდა ეს წინააღმდეგობა, რომელიც გადარჩენის აუცილებელია და ეს ახალი არ არის სხვათა შორის. კიდე გამახსენდა ამასაც ვიტყვი ბარემ, ბერძენი ის იყო, რა ქვია, მხედართავარი იყო, რომელიც თავისი ბერძნული, ასე ვთქვათ, ლაშქარი, რომელიც სპარსეთში დაიქირავეს, ეს 2500 წლის ამბავია, მე მგონი, და შეიძლება ნაკლები. შეიძლება ვწდები, მაგრამ 2000-ზე მეტის ალექსანდრემდე იყო. მოკლედ ბრუნდება საბერძნეთში უკან და უნდა გაიაროს ქართული მიწები, სომხური და ქართული მიწების, რომ ჩავიდეს ტრაპიზონში და იქიდან ნავით გემებით გაცურონ და როცა ყვება და აღწერს თავის შეტაკებებს ქართულ ტომებთან, იქ ამბობს ხოლმე ესეთ რაღაცეებს, რომ ეს ხალხიო მათ ციხესიმაგრეს რო ავიღებდითო, ქალები და კაცები თავს იკლავდნენ, რომ ტყვედ არ ჩაგუბარებოდაო და ეს მტრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, ეს არის ბუნებრივი გადარჩენის ერთ-ერთი მექანიზმი და მე თუ ეხლა დავიწყე რუსეთის მიმართ, რა ვიცი, ქება და სიყვარული, მათი რა კარგი ხალხიაო, მაშინ მე რას ვიცავ? თუ კი ის მოდის ჩემს გასანადგურებლად, ხო? ამიტომ ეგ ანტირუსობა, ასე ვთქვათ, ეგ არნიშნავს, რომ ჩვენ რუსი გვეზიზღება ამას წინააღმდეგ, ხო, პირიქით არ მგონია ჩვენზე კეთილად მოეპყროს მათ შორის. და ეგ მათ შორის გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც, როცა ჩვენ მომხარე მარჩვენა სათანადო მოპყრობის მაგალითი რუს ტყვეებს. როგორ უნდა მოვექცეთ? მაშინ როცა მეორე მხარეს რა ხდებოდა, ყველამ კარგად ვიცით და კადრებიც გვაქვს ამის ისევ მათი დადებული, იმიტომ რომ ჩვენს ღირსებას შეხებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ამან გამოიწვია ის, რომ ანწუხელიძის მაგალითი უკვე აღარასდროს აღარ წაიშლება და მათი სურვილი პირიქით შედეგით შეიცვალა. ეხლა გიორგი, თქვენ რაც მოყევით ეხლა, ხო? ეს ლეგენდის დონეზე ეხლა 2500 წლის წინანდელი, რა თქმა უნდა. თუ წერილობით არის სხვათა შორის ეს ამბავი. უკეთესი კიდე, ხო და არის ბევრი ისეთი მაგალითები რა, ქეთევან წამებულის ეხლა კარგად ვიცით. მათ ჩვეულებრივად შეეძლო მიეღო დედოფალი დარჩებოდა და ასე შემდეგ. ისტორიულად ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ უცხო არ შემოგვეშვა. უცხო შემოშვება არ ნიშნავს მარტო ფიზიკურ შემოშვებას. უცხო შემოშვება არის ფსიქოლოგიური, მორალური შემოშვება, მენტალური. შიგნიდან თუ დაირღვა ჩვენი ქართული, ასე ვთქვათ, ინდივიდუალიზმი, ხო? მაშინ გარეგნულ გადაგვარებას ახლა ჩვენ ნამდვილად პორტუგალიელებისგან ახლა რითი განსხვავდებით. ვთქვათ, ან ნუ შეიძლება კანისფერით, ან რაღაცა ისეთი განმასხვავებელი ქონდეს, რაღაცა თვალიჭრილი, თორე ადამიანები ვართ ჩვენს და მაგალითად ჩინეთში ვიცხოვრობენ. უბრალოდ ჩვენი იდენტობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საძირკველი შინაგანი, ამას კულტურა ქმნის, ხო, ამას ეს გუშინდელი დღიდან არ იქმნება, ეს იქნება იქ სადაც ჩადებულია დიდი ენერგეტიკა, სიცოცხლე და რა ვიცი, ბევრი თავშეწირული ადამიანი ყავს. და ბევრი აღმაშენებელი კიდე რა, მარტო დავითი არ იყო აღმაშენებელი, ბევრი ყავდა იქამდე და იმან მე თავისი ამ საძირკვლის შენებაში თითო როლი ითამაშეს, ასე რომ ვთქვათ რა. ამ მორალის დაცვაში მაგალითად, ხო, ჩემი აზრით გაარღვია რუსეთმა რა და შემოვიდა როგორც უცხო. მან შემოიტანა, ზეგან როგორც ზემოთ აღვნიშნე რა, მან შემოიტანა ეს პავლიკა მოროზოვის სინდრომი. ანუ ჩაშვების, ერთმანეთის გაწირვის, ერთმანეთის გაფარჩაკების ბოდიში აი ამ სლენგისთვის, მაგრამ ამან გამოიწვია მე ეს ყველაფერი და დღეს წესრიგში დღეს რაც არის, რას ნიშნავს? იგივეა, ხო? აი მაგალითად მამები, მშობლები შვილებს წირავენ, რაღაცას არქმევენ, ის პირველი ქორწინებიდან იყო და რაღაცა ახსნითი ფორმებით გამოდიან, რომ თვითონ გადარჩნენ და დარჩნენ ნავში, სადაც წარმატების ნავი ქვია. ზოგი მშობელს ოჯახის წევრს არ ეძახი, ზოგი, რა ვიცი, აქ უკვე, რა ვიცი, შინაგან პრობლემასთან გვაქვს საქმე, ჩემი აზრით. ჩემი თანაგუნდელის სიტყვებს გავიხსენებ ისევ, რომ ჩვენ არა მხოლოდ დასაცავი გვაქვს ქართულობა, არამედ დასაბრუნებელიც. დასაბრუნებელიც კი. ბევრი ღირებულება, ღირსება, რომელიც ჰქონდა ჩვენთან ნელ-ნელა აი ამ მათ შორის კომუნიზმი უდიდესი მორალური დარტყმა იყო, მარტო წარმოიდგინეთ, ერი, რომელიც ცხოვრობდა გარკვეული ღირებულებებით, 1000-წლოვანი ისტორიით, ეხლა ღვინის კულტურა რო გვაქვს, ვიცით რომ უწყვეტია 8000 წლისაა და ეხლა ხანს დაადასტურდა რომ ხორბლის კულტურა, რომელიც დღევანდელი ხორბალია რეალურად, ეგეც 8000 წლის წინანდელია საქართველოში და ვიცით რომ ხალხი იგივე არის, ვინც აქ ცხოვრობს, ვიცით რომ შესაბამისად რაღაცები არ შეცვლილა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. სულ მცირე ის ვიცით რომ ქრისტიანები ვართ პირველი საუკუნიდან არა სახელმწიფოს დონეზე, მაგრამ შემოვიდა ქრისტიანობა აქ და უკვე 1500 წელია თითქმის რაც სახელმწიფო დონეზე და უცებ
აი ესეთი დიდი ისტორია, ღირებულებების მთელი წება, რომელიც იძერწებოდა, იწვრთნებოდა, იხვეწებოდა, ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს და დაითესა ათეიზმი, მებრძოლი ათეიზმი, ხო? მათ შორის ახლა სადმე დასავლეთზე ან სადმე თუ მიდგება საქმე, არ ვიცი, მაგრამ ამაზე მეტად ანტიქრისტიანული და ანტიეროვნული ქმედება მე არ მახსენდება, რომ ჩვენ თავს დაგვტეხოდა. ამან თავისთავად გამოიწვია ორ ბოთლზე დავიყვანეთ ყველაფერი, ის რაც ძვირფასი და ღირებული იყო ჩვენი იდენტობისთვის, ჩვენი ქართველობისთვის და კი. აქვე აი მათთვის ვინც ფიქრობს ხოლმე, ამბობს ხოლმე, რომ აი კარგი იყო კომუნისტების დროს ეს მეც მომწონს ქალაქ დაგეგმარება კომუნისტების დროს. გაცილებით ჯობია იმას, რაც ეხლა ხდება ქალაქში, ხო? მეც მომწონს რაღაცა ინდუსტრიის რაღაც დარგები რო განვითარდა, მაგრამ ჩვენ ზოგადად ვაფასებთ, ანუ ღირდა მაგალითად 1921-24 წლებში რო 1000-ობით 20.000-მდე თუ 2 წლები ადამიანი დახვრიტეს, ვინც იყო ეროვნულად განწყობილი, ვისაც დამოუკიდებლობა უნდა საქართველოს 38-ში, მერე აი ეს მენტალური დეგრადაცია, მერე თავად რელიგიასთან ასეთი ბრძოლა, ეკლესიების დახურვა, აფეთქება. ამად ღირდა, ეს არის საკითხავი. ჩვენ ამის გარეშეც შეგვეძლო კარგი ქვეყანა გქონოდა, თუ კი დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა. ჩვენ თუ ეხა მასშტაბებს დავაპატარავთ რა, ყველას გვაგავლილი რაღაცა პერიოდები რა. უპირველეს ყოვლისა, როცა რაღაცა კონფლიქტურ სიტუაციაში შევდივართ, მცირე მასშტაბზე საკუთარ თავზე რო აღვნიშნოთ. პირველ რიგში მიდის რა. ეგრევე ფიზიკური ძალადობა არსად არ ხდება. ხდება მაგრამ მორალური განადგურება რა. ამ მორალური განადგურებიდან სულიერი დაცემის რაღაცა პატარა საფეხურს ვეძახით, ხო? ცოტა სხვანაირი ფორმა აქვს იმას რა, რაც თქვა შეიძლება სხვა გარემოებებში დავინახოთ რა. მასშტაბს თუ გავზრდით, იგივეა რა. თუ გინდა რომ ქვეყანა გაანადგურო, ერი გაანადგურო, პირველ რიგში უნდა გაუნადგურო მას სულიერი საკვები. კი ბატონო. ეს არის დაუწერელი კანონი რა. რაც დღეს მიმდინარეობს, ეხლა ამას ორჯერ 2-4-ია რა. ვერ გაიგებ რა როგორ და რანაირად ერთმანეთში რაღაცა იმაზე რა ქვია და შემდეგ შერკინება რა ამ შიგნით ერში რომ შენ მდიდარი ხარ მე მდიდარი ვარ და შენ ღარიბი ხარ და შენ სიტყვას მნიშვნელობა და ფასი არ აქვს. კი, ახლა ერთ-ერთმა პარლამენტარმა თქვა ფასების ამბავზე რომ ხო, ნუ ეგეც ერთგვარი ფორმა არის ეგეც რა. ესენი ავსებენ მე აი ამ კარკას მსგავსი აი ამ სიბინძურით რა. ჩვენ რო არ მოგდონოდაო ამ კომისიის შექმნაო საერთოდ ვინ და გაზალებდაო ესე იგი თქვენ საერთოდ იგი აი ზუსტად მაგის კარგი გამოხატულება. ნენელა წავიდეთ ბოლოსკენ. და თუ დარჩა რამე რაც გინდათ რო თქვათ. კიდე გვექნება საშუალება თავისთავად ეს. კი, ერთი რაც საქმელი მაქვს უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ლაპარაკობთ იმაზე რომ რაც ხდება. ეს ხდება იმიტომ რომ შინაგანი განადგურებით მივედით იმ დასკვნამდე ჩვენი საუბრით შინაგანი განადგურება არის პირველი იმისა რომ შემდეგ მე ფიზიკურად დაიმორჩილო რა. ამ ფიზიკურ დამორჩილებას რა მოყვება მაგაზე თუ შეიძლება ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი. კი ბატონო. ჩემი გადმოსახედიდან ეხლა ამ დღის წესრიგში რაც არის ეხლა ეს ბოდიში გალესილი ბოდიში დევს. ეს კი. სეიფში. კი. ეს ბოდიში არ არის ეხლა ისე რომ აუ ვიზვინე რა შემოძმაო და ფეხი დაგაბიჯე და მეორედ აღარ ვიზავ რა. ეს ბოდიში არის დატვირთული თავისი გეოპოლიტიზმით, თავისი მორალური პრინციპებით და თავისი ისტორიის შეცვლით. კი. ამ ბოდის ასხია ეს. და როცა ეს ბოდიში გაიხსნება, ამას მოყვება ჩემი აზრით ტერიტორიების ჩამორთმევა და აქ სავარაუდოდ რაღაცა ისეთი გეოპოლიტიკური აბსოლუტურად სხვანაირი გადაკეთება ამ მიწის თუ მოხდა და ჩვენ პირისპირ რუსეთთან დავრჩით თქვათ ან რაღაც ნეიტრალიტეტზე არის ახლა ლაპარაკი არავისიანი კაცი არავის არ ჭირდება რა და ადვილის შესაჭმელია რა. კი. თუ ეგრე იქნება ჩავაქსო ბარემ, მაშინ უნდა ვიყოთ ისეკბილებამდე შეიარაღებული. რა თქმა უნდა, რომ შვეიცარია ისრაელსაც არშველის ეგრეა, მაგრამ ამერიკის გარეშე და მოკავშირეების გარეშე ისრაელი ამას ვერ შეძლება. აქამდე რამდენი ხნის განადგურებული იქნება ისრაელი, რომ ამერიკა არ ეხმარებოდეს, ეხლა რომ თუ იარაღი თუ ფინანსურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა ვიცი, ყველაფრით. ჩვენ ახლა ვდგევართ ისეთი დღის წესრიგის წინაშე, რომ აი მაგალითად ავიღოთ ოსეთისკენ, ეგრეთ წოდებული ოსეთისკენ მიმართული გზები ხარ, სადაც კავშირი მეტის რა. მათ აქვთ ხა სამი გზა. უკვე ერთი როკის გვირაბი, ერთი ძველი გზა ლარსზე და მეორე კეთება იგივე იმითი, ოღონდ ტუნელებით გაყავთ და უკავშირი მაგისტრალი კეთდება და უკავშირდება პირდაპირ არის
მოსმენილი მაქვს ასე რომ არის კარასინი აბაშიძის აპირებენ კიდე ჩერქეზ იმაზე რა ქვია კახეთიდან აპირებენ დაღესტნიდან გზის გაკეთებას და ასევე არის იგეგმება სავარაუდოდ რაჭაზე გზა რა ქვეყანასთან სადაც 20% ოკუპირებული აქვს ბიზნეს გზები ხო არ არის ეს რაღაცა იმის რა ქვია ეს ყველაფერი ხო არის გადმოგდებული ესეთი ბაწრები საიდანაც ეს ქვეყანა არ გაიქცეთ რა და თუ მაგალითად შევხედავთ რეალურად ეს გზები დავანებოთ კახეს თავი რა გზების უკეთება ხა ოსეთის მხარეს ეს ნიშნავს ოსეთის გაერთიანებას რა იმ კავკასიონის მთის ამოღებას და იმ დაბრკოლების წაშლას რომელიც გამყოფი არის რა და რომელიც ბუნებრივი საზღვარია იმისი რომ იქ არანაირი ოსეთი არ იყო ამას ბუნება იძახეს ჩვენად და აქ თუ კავშირები წავა აი ამ ჩადებული და შენახული ბოდიშს რაც მოყვება წეგან ხო ვილაპარაკეთ ეს ყველაფერი მე გაცოცხლდება რა და მიეხმარება იმას რომ ამ შემომავალ საქართველოს შუაგულში ვიხილოთ ახალი დიდი ოსეთი. კი, ბოდიშზე დავამატებ იმას რომ თავისთავად ეგ საოცრად არაპრინციპული და დამაზიანებელი ნაბიჯი რო იყო. ბევრი შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ დაგვიწყია არავის წინააღმდეგ ომი, ჩვენ ყავს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი 300,000-მდე თანამოქალაქე, რომელიც თავის სახლში ვერ ბრუნდება. ჩვენ ყავს 40,000-მდე მოქალაქე გალში, რომელიც ყოველდღიურად იდევნება თუ კი ქართულად ილაპარაკებს, მათი ქართული სკოლები აღარ არსებობს, მე სკოლებში რო ქართულის გაკვეთილები იყო დარჩენილი, ეგენიც აღარ არსებობს. და ყოველდღიურად გრძელდება ეს ბორდერიზაცია. მე გთხოვენ ხან ეს სეპარატისტები ცხეთას ითხოვენ, ხან ყაზბეგს ითხოვენ და ამის ფონზე ამას მოყვება მე ბოდიში და მე იქედან კიდევ უარესი მოთხოვნები. ეს თავისთავად არის უბრალოდ შენი თავის დამცირება, შენი ერის დამცირება, რაც დიდი სისულელე იყო. თავისთავად რაც შეეხება აი ამ გზებს, კადიროვსაც უნდა სხვათა შორის ხევსურეთში გამოიყვანოს. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეხლა აი ამ გზების ამოქმედება იქნება უბრალოდ მარტივი გზა რუსეთისთვის, რომ თუ კი რამე მოხდება, კოლაბორაციონისკენ მიმართულია ეს ყველაფერი. მარტივად გაიშალოს რუსული სამხედრო ძალები საქართველოში. ისეთი პრობლემური აღარ იქნება სხვათა შორის აი 2008 წლის ომში, მათ საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდათ როკის გვირაბის გადმოლახვისას, იმიტომ რომ იქ მასობრივად ვერ გადმოიყვანეს, რეგში ჩადდა. როგორც კი ტანკი იქ ერთი გაიჭედა, ან რომელიმე სატვირთო, მთელი კოლონა გაჩერდა და იმიტომაც დაჭირდათ ის დრო, რაც დაჭირდათ, თორე უფრო მალეთ შემოვიდოდნენ. ეს ჩემს საზრს არ ვამბობ ახლა, ფაქტებისგან კი და ვინც იცის და ვინც ჩართული იყო ამ საკითხში. ამიტომ ეს დამატებით უსაფრთხოების კიდე დიდ რისკებს ქმნის. როდის შეიძლება ეგ გაკეთდეს ჩემს აზრს გეტყვით? მაშინ როცა დავწუნდებით, რომ გადიან აქედან და ეს მათ შორის არის ერთ-ერთი ბერკეტი. აი მე მინდა რომ რაღაც მომენტში ვისაუბროთ, დღეს ვეღარ მოვახერხებთ, როგორ შეიძლება დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები კონფლიქტის გარეშე. მაშინ როცა რუსეთს დასჭირდება ჩვენგან იმაზე მეტი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, სარგებელი, ვიდრე ახლა სჭირდება, ხო? არის ეს, რაც ჩვენ პორტებზე გასასვლელი, აი გზები თუნდაც და ასე შემდეგ. რკინი გზა აფხაზეთის ავიღოთ. მე გამიკვირდა ალტინფოელებმა სხვათა შორის თქვეს, გამიკვირდა, მაგრამ მივესალმები, როცა ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ რკინი გზის გახსნას არ ვემხრობი, თუ კი რაიმე სარდათმობენ რუსებიო. და ასეც უნდა იყოს, უბრალოდ აქ თავარი არის, რომ ისეთი რამე უნდა დათმონ, რაც რეალურად საპირწონე იქნება და რეალურად ჩვენ გვერგება. მაგალითად 200,000 ადამიანის სუფლების მიცემა, რომ დაბრუნდეს თავის სახლში. ან რაღაც ასეთი დიდი. ეს შეიძლება იყოს არ გჯერათ ეხლა მაგას რომ ეგრევე. არა, რა თქმა უნდა, ეხლა არა. თავისთავად ახლა არა. ამიტომ თუ მათ ეს არ უნდათ, მაშინ რკინის გზაც არ გაიხსნება და მით უმეტეს სხვა გზები. და როცა დადგებათ მაგიდაზე ისეთ საკითხი, რომ კი ჩვენ გავდივართ, მაგრამ მოდი ეს გზა გავაკეთოთ ან რკინის გზა გავხსნათ, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ახლა თავისთავად არა. ახლა არც მათ არ აქვთ მზაობა, სანამ და იმედი მაქვს შესაბამისი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებათ, ახლა კი აქვთ, მაგრამ უფრო სათანადო, როცა მოუწევთ, რომ ასეთი დათმობები წავიდნენ, იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ იქნება მათთვის სარგებლის მომტანი ის ვითარება, რასაც ახლა გვამყოფებენ, რომ დაკავებული აქვთ ოკუპირებული ტერიტორიები და ტერიტორიები არის ეს ახლა როგორც ახლა ბუნებაში რო არის რა ახლა ეს სატყუარათი წამოგებული ან რაღაცა ის არ ნასროლი და იქიდან უჭირავთ ეს თო. მთლიანად საქართველოსია ხო აქ ლაპარაკი რა. თავისთავად რეგიონზეც შეითვისოს და შეიწოვოს მთლიანი ქვეყანა რა და აქ ახლა
რუსეთისთვის ეხლა აქ ამ ქვეყანას ოსეთი ერქმევა, აფხაზეთი ერქმევა თუ რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, რა მთავარი მისთვის არის ტერიტორია აქ ეხლა რა ერი იცხოვრებს ეხლა რა მნიშვნელობა აქვს იმისთვის. ქართველი არის ცხოვრობს მისთვის უკეთესია. უკეთესია რა თქმა უნდა, სამათავი იქნება. ეხლა ინდუსი თუ აქ ჩამოვა და პაკისტანელი ხო ის ვისაც პრობლემა არ ხო, აქვს. ის ფულს გააკეთებს ეხლა ჩვეულებრივად რა და საქმე ექნება აქ და ან იმუშავებს, ან იმას იზავს, ან ამას იზავს და პოლიტიკური პრეტენზიები მათ არ ექნება. არ ექნებათ ეხლა თავისთავად მისი სამშობლო ეს არ არის ეს საშოვარზეა კაცი ჩამოსული რა ესე რო ვთქვათ რა აი ზუსტად იმ ქართველებსაც ვადარებ რა მაგრამ საშოვარზე არიან ამ ქვეყანაში ხა მის დიდ ფულებს შეულობენ რა და ეს ქვეყანა იძირება რა როგორც მორალური თვალსაზრისით, დემოგრაფიული თვალსაზრისით და ტერიტორიული თვალსაზრისით რა ანუ ჩვენ განწირულები ვართ თუ რაღაცა საერთოში არ მოვნახეთ ის ძალები რომ რაღაც ეროვნული მიმართულებით არ დაუძარით ერთმანეთი და ყველა არ გაერთიან და იმ ყველაფრის მიმართ რაც დღეს ახლა ხდება რა ჭაბუა ამირეჯიბს აქვს ნათქვამი დათა თუთაშხიაში ათქმევნის პერსონაჟს რაც თქვენ თქვით ახლა რომ ჩვენ საშოვარზე გამოსული ყოფილი ნაერად ხო და თუ ერად დროზე არ ჩამოყალიბდით რაღაცა უნდა მოხდეს გვექნება ცუდი შედეგები მაგრამ მე მაინც იმეც ვიტოვებ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ერთად ამას გავიაზრებთ უკვე ვიაზრებთ მაგრამ საჭიროა უკვე ნენელა დავიწყოთ ამისკენ სვლა საუბარი მათ შორის საუბარი ზოგჯერ გონიათ ხოლმე რომ არაფრის მომტანია მაგრამ სინამდვილეში თუ კი ეს აზრი არ ჩამოყალიბდა და ჩვენ სულ ბევრმა უნდა ილაპარაკოს ბევრმა უნდა გაბედოს გიორგი რა ეს რეალობა არ დავინახეთ ისე ქმედებაზეც ვერ გადავალთ ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია მაგრამ ქმედებაზეც თავისთავად უნდა გადავიდეთ ქმედება ჩემთვის არის ის რომ დავორგანიზდეთ იმიტომ რომ ცალკე ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს ერთად აი მე და თქვენ ერთად შეგვიძლია გაცილებით ბევრს გაკეთება თავისთავად ვიდრე მე და თქვენ დამოუკიდებლად ამიტომ მე მაინც კეთილი სურვილებით ასე ვთქვათ ვისურვებდი რომ ეს მალე მიგვეღწიოს და მადლობა კიდევ ერთხელ დავიტოვოთ იმედი მაგის იმაზე რა ქვია ჩემი აზრით ბოლო სიტყვას მაინც დავამატებ რომ ერთობაში არის ძალიან დიდი აზრის და ძალაც რა და ვფიქრობ რომ საერთოს მოძიება სულ არ ჭირდება ჩხრეკვა და სადღაც ძებნა აქ გვიდევს ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ენაზე ვმეტყველებ ახლა და იმ ენაზე რომელზეც 3-4-5 ამ ქვეყანას ქვია საქართველოს იმიტომ რომ აქ ქართველები ცხოვრობდნენ ახლა ცოტა ნაციონალური თვალსაზრისით დამიდა გამომივიდეს ახლა სხვა ერები ცხოვრობენ სამწუხაროდ ეგ ცუდი შეიძინა ბოლო პერიოდში ხო რაღაცა ისეთი ხო რაღაცა ისეთი აბსოლუტურად არანაირი რა თქმა უნდა ჩვენ არასოდეს არავინ არ შეგვიჭამია და პირიქით ცხოვრებაში ვიყავით ჰარმონიულად ყოველთვის ყველა ისტორიული ფაქტი ამას ლაპარაკობს რა და მე ამ ქვეყანას არ მინდა ერქვას სხვა რაღაც ამ ქვეყანას უნდა ერქვას საქართველო და აქ უნდა ცხოვრობდნენ ძირითადი ქართველები რომლებიც იქნებიან ამ ქვეყნის ბატონ პატრონები რა აბსოლუტურად მადლობა მოსვლისთვის მადლობა თქვენ და მადლობა ვინც გვიყურეთ მადლობა